ვიღაცამ დაგვიწერა, მიტოვებული მანქანა იპოვე და 10000 გამომწერი ჩვენზეაო. რაზეა ძმაო ბაზარი? დავაი. შემოვედით მიტოვებული მანქანის ტერიტორიაზე. აი ახლა აქედან ნებისმიერ ადგილას შეიძლება გამოჩნდეს გარაჟი, რომელშიც დგას ჩვენი მიტოვებული მანქანა. იმედია რომ კარგი მანქანა შეგხვდება. წინასწარ არასდროს არ ვიცი რა მანქანა დგას გარაჟში. გავყვეთ, გამოვყვეთ, გავიხედოთ, გამოვიხედოთ, იქნება და რამე ვიპოვოთ. აი ცოტა იქით ტყეებისკენ წავიდეთ, იმიტომ რომ უმეტესად აი ბუჩქნარში იმალება ხოლმე მანქანები რა. მანქანები და გარაჟები. და გარაჟებში მანქანები. იმედია ლოგიკურია. არა, აქ რაღაცა მინდორი გაიჩიტა, იქით რაღაცა პარნიკები დგას, ძმაო, პარნიკებთან ახლოს არ ამგონია რომ გაიჩიტოს, იმიტომ რომ რავი. ცოტა ისეთ ადგილებშია ხოლმე რა, მივარდნილში ასე ვთქვათ. ეხლა მოდით გზის იქით ამ ხარეს გადავიდეთ, იქნებ იქ ვიპოვოთ გარაჟი. აი ეგ ტყეა ძმაო და წესით დარიგით ტყეში უნდა შეგხვდეს. თლად ეხა ისეთი მანქანით არ ვართ წამოსულები რომ დიდად off-road გზებზე იაროს. Ford Focus RS-ი არის, მაგრამ რავი, ჯერჯერობით თავის გასაკეთებელს აკეთებს არ გაჭედილა. იმე ჩემი კაი თვალებში დამიბნელ და სად არის? ხა გამიდი და გაიგე. არა, აქედან აქეთ უკვე ვწდებით ძმაო ჩვენს მიტოვებული გარაჟის ლოკაციას. აი კი სახლები ჩითავს, მაგრამ სახლებთან არ არსებობს ძმაო რომ ეგ გარაჟი იყოს, აი შანსი არ არის. ვიღაცას მოსავალს უფუჭებს, მაგრამ რა ვქნა? აბა აგე იქით რაღაცეები კი ჩანს, მაგრამ მოდით მივიდეთ, ნახოთ იქნება და იყოს, იქნება და გაგვიმართლოს. ძალიან გაგვიგრძელდა მანქანის ძებნის პროცესი, ხო იცი შენა? რავი, ჯერჯერობით არ ჩითავს არსადეს ჩვენი პატარა გარაჟი. აგე რაღაცა დავინახე. აი ხა იქ დავინახე ხესთან რაღაცა, აი. და ეხა ეგ თუ არ იყოს ძმაო გარაჟი თავი მომაჭერი. მე მგონი ეგ არის, რა ვიცი, მე ძალიან დიდი ხანია უკვე მართლა რაც ვეძებთ. აი მართლა ძალიან დიდი. ოპა. ეხლა თახოთ რა მანქანა დგას შიგდით. GMC-ა. ჰემის ზრავა, GMC-ა, Dodge Dart-ი. მე მაპატიეთ. კაი საპროექტო მანქანა გამოვა. ახის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.